მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფები 307 ნომერ ავტობუსში. პირველად მოგესალმებით საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან და უნდა მოგიყვეთ ერთი ამბავი რა. ესე იგი, დღეს მე ჩემი წიგნები გავაგზავნე რამდენიმე გამომწერთან უკვე. ძალიან მაყოფილი ვარ, თუმცა დავაფიქსირე ისიც, რომ ზუსტად ძალიან ძვირი ყოფილა. ერთი წიგნის გაგზავნისთვის 14 ლარს გართმევს და ეს ჩემი აზრით ძალიან ძვირია და თურმე საზღვარგარეთ რომ გაგზავნო 100 ლარი გადაგიჯდება წიგნის გაგზავნა. მაგას ეს ალექემია. რაც შეეხება ის, რომ დღეს ახლა სატრანსპორტო საზოგადოებრივი საშუალებაში ვზივარ აგერ ავტობუსში, მშვენიერი თბილია, მშვენივრად კარგად მოვირგე აგერ ორ სკამს ერთზე ჩემი ტელეფონის არის ჩანთა მეორეზე მე ვზივარ. უბრალოდ მე მინდა მოგიყვეთ ერთი რამ. დღეს მქონდა ძალიან სერიოზული საუბარი ერთ-ერთ მეუფესთან, მეგობრებო, ოღონდ სახელს არ დავასახელებ. და ამ მეუფესთან საუბრის დროს გაირკვა ერთი რამ. ჩვენ გვაქვს წერილები, რომელი წერილებსაც ვით საღვთო პირებიც ნაკლებად იცნობენ და ამაზე ბევრი სასაუბრო გვაქვს და ბევრი გასაკვირი რამ გვაქვს. თვით თეოლოგები, თვით მეუფეები, მღვდლები თუ აგერეთ ჩემს წინ საზოგადოების სატრანსპორტო საშუალებაში იდგა ერთ-ერთი კაბიანი და წვერიანი მამაკაცი, რომელიც ირჯვის წერით გასკდა. რატო იცით? იმიტომ რომ ჩემს სიდონის წევრებს ველაპარაკებოდი და ისეთ რაღაცებს ვამბობდი, რომ ამ კაცს გული გაუსწრა, მე მგონი ეს ვისთან მოხვდი, ამა ალბათ სატანად შემრაცხა. ხო? მაგრამ არაფერი არ უკადრებია ისეთი, რომ რეებს ლაპარაკობ გოგონაო. საუბარი იყო ეს იმის შესახებ, რომ რატომ მსგავსებიან ჩვენი მღვდლები მაინც და მაინც იუდეველებს და არა ქრისტეს, სადუკევლებს, ფარისევლებს, კიდევ სხვადასხვა იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ქრისტე აცვეს ჯვარს, მათ ჩაცმულობით, ქუდებით, წირვის დროს, თუნდაც ხელზე რო იხავენ საკითხს იუდეური წესით და სხვადასხვა ამ ერთადერთმა მეუფემ, რომელმაც მითხრა, რომ მე ვარ ის ერთადერთი მეუფე, რომელიც მხოლოდ ქართული წესით წირავსო, თვალები დავაჭრიდე. მე თქვი დანარჩენები იუდეური წესით წირავენ? კიო. და ეს მოსული პონტია მეგობრებო რა, რო იცოდეთ. ხო, გამოფხიზლდით ცოტა. ხო, და რატო წირავენ იუდეური წესით? ამაზე პასუხი არავინ არ გამცა დღემდე. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ერთი მეუფე მაინც არის, რომელიც ქართული წესით წირავს. ეხლა რაში არის განსხვავება ქართულსა და იუდეური წესით წირვაში? იცით მეგობრებო, აქ არის განსხვავება რიტუალებში, როგორი სახით მიუდგები ამ საკითხს, აი მაგალითად რას განახორციელებ წირვის დროს. იუდეველებს აქვს თავიანთი წესები, მაგალითად 7 ტოტა მენორა და 7 ფეხა მენორის გამოყენება. და ქართველებს აქვს და სიტყვის მნიშვნელობები მეგობრებო. იუდეველები ამბობენ მონახთისა და მხევალი ღვთისა, ხოლო ქართული წესი წირვა არის ღვთის შვილი. მე გადახდილი მაქვს მე მგონი. არა ნახეთ? არა გქონდა გადაადეთ. მადლობა. ხო, კიდევ კარგი არ დავჯარიმდი მეგობრებო, თუ გავერთეთ ყველა საუბარში, ხო და ხო და ერთი სიტყვით მეგობრებო, სიტყვის ძალის მეშვეობით, რას წარმოსთქვა, მაგალითად მონახთისა წირავს თუ ღვთისშვილი. აი ეგ არის მნიშვნელოვანი კიდე. კარგია მეგობრებო, კარგია გამოვხიზოთ. მე ვფიქრობ, აი ნებისმიერი მღვდელი, ნებისმიერი სასულიერო პირი, ნებისმიერი თეოლოგი, რომელიც ისურვებს ჩემთან პაექრობას, სიტყვიერ პაექრობას, არავის არ უშინდები მეგობრებო რა. დღეს იმდენ რაღაცაში ჩავჯერი ხალხი, რომ ბევრი რაღაცა კითხვის ნიშანი დავსვით და თქვით, რომ აი ამაზე რომ ვისაუბროთ, ალბათ 5 კვირა არ გვეყოფა, მოდი გავარკვევთ ეს საკითხები და გამოვიძიოთ
თუ რა არის მართალი. მე მივესალმები ნებისმიერ მეუფეს, ნებისმიერ მღვდელს და ნებისმიერ მამაოს, ოღონდაც ჩემთან ისაუბროს იმ საკითხებზე და კარგად მომზადებული მოვიდეს. ისი არა, რომ აი ვერე თემები ამიხვიოს და მე სხვა თემაზე გადახტეს და როდესაც დაუსვათ ჩამჭრელ კითხვას, მე სხვა თემა მოიგონოს და კიდე რაღაცა მითოლოგია. პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც ადამიანი წერილებს განიხილავს, ხო? წერილების მეშვეობით უნდა განიხილავდეს და არა მერე იქ მითოლოგია, მერე იქ თქმულება, მერე იქ რაღაც ფანტაზია და ასე შემდეგ. ვეთანხმები მაგ საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე წაშლილია და გადაცლილია და შეცვლილია ჩვენს წერილებშიც, დამალულია და დაფარული, ისე როგორც ვეფხისტყაოსანში უამრავი რაღაცა ამოკლებულია, როგორც დავინახეთ. მაინც შეგვიძლია მაგაზე საუბარი და წერილებით საუბარი მაინც შეგვიძლია მეგობრებო. გესმით? აი სავსე არის ავტობუსი, ახლა აი აქ ნახეთ, სავსე არის, მოდი არ ვინმე არ მიჩიოს, მე კადრში გამომაჩინეო. არ დაგანახებთ, მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს რა, საქართველოს საზოგადოება მოსახლეობა სერიოზულად გამოსაფრთხილებელია იმ ხრივ, რომ წერილი ვინ ხარ, ქრისტიანი თუ ხარ, გამაგებინე რას ნიშნავს ქრისტიანობა, იცოდე მაინც. რას ამბობდა ქრისტე, როგორ იცოდა ქრისტე, როგორ საუბრობდა ქრისტე და ვის ესწევდა პატივს, ვის აყენებდა ამბიონზე და ვის არა. ვის აძლევდა უფლებას, რომ ამბიონზე დადგეს. არა, ქალს არ აქვს თურმე ამბიონზე დადგომის უფლება. რატომ არა? მითხარით სად თქვა ქრისტემ, რომ არა და მე კი, მე დაგიჯერეთ. არსად არ უდგავს ქრისტეს, რომ ქალი ამბიონზე არ უნდა იდგეს. და თუ სადმე თქვა, მომიყვანეთ მაგალითი, მომიყვანეთ რომელმა მოწაფემ ჩაიწერა, ხო თქვათ? ეს ახლა თქვენ გესაუბრებით, თქვენ კარგად იცით, მაგრამ მე როგორც ქალი, როგორც ლეგიტიმური სიტყვის ძალის პირი, ვაცხადებ ასეთ საკითხს. თუ გადაწყვეტენ მღვდლები, რომ ქალები არ ასაუბრონ, მაშინ ეს არის კაცური პოლიტიკა და კაცურ პოლიტიკას მეგობრებო ქრისტე არ მისდევდა. ქრისტე მისდევდა ღვთიურ პოლიტიკას და საერთოდ პოლიტიკას არ მისდევდა. ღვთიური იყო ქრისტე, რომ პირველ რიგში, როდესაც მივიდა და თავის მოწაფეების არჩევა დაიწყო, მივიდა მაგდალინელთან და არა პეტრესთან და პავლესთან. გესმით? ხო და მაშინ მითხრან, ქალს რატომ არ აქვს უფლება ისაუბროს მღვდელთან, როგორც სუვერენული, როგორც თანასწორი. რა ქალს, იმიტომ რომ დღეს 5 საათი, რამდენი საათი ხო? 4 საათიან, 3 საათიან საუბარში ძალიან ბევრი კითხვა დავსვი და ძალიან ნაკლები პასუხი მივიღე. თუმცა დრო ცოტაა და იმისათვის რომ გავარკვიოთ საერთოდ რაშია საქმე, ალბათ უნდა დავსხდეთ და რომ აღარ ავდგებით. ისევე საუბრობთ და გავარკვიოთ საბოლოოდ ვინ არის ქრისტე და რას ამბობდა ქრისტე და არა ვინ არიან სადუკევლები და ფარისევლები. ისინი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ქრისტე, ხო? ქრისტე რას ამბობდა? დავემსგავსოთ ქრისტეს და არა მათ მკვლელებს. ხო ესია, ხო დამეთანხმებით, აგერ 10 კაცი მიყურებთ და დამეთანხმებით, აგერ კიდე ავტობუსში 1-20 კაცი მაინც ის. ხო და მეგობრებო, მარტო თქვენ რო გელაპარაკებით, ხო? მარტო სახლიდან კი არ ვლაპარაკობ, აგერ თურმე საზოგადოებრივი მაუწყებელიც ყოფილვარ. საზოგადოებრივი, რა ქვია ამას, სატრანსპორტო საშუალებიდანაც. ხო, მე ამას მივაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი მეუფე, რამდენი მეუფეები ყავს და მხოლოდ ერთი მეუფე ქართული წესით არ უნდა წირავდეს და დანარჩენები იუდეური წესით არ უნდა წირავდნენ საქართველოში. ყველა უნდა წირავდეს ქართული წესით. დამეთანხმებით? 8 კაცი მიყურებთ, მითხარით გეთანხმები ან არ გეთანხმები. კარგით? დანარჩენს მე მოვაგვარებ, ახლა აცი რომ დავაწიოგებ მაგათ. არა, რაც დავაწიოგებ, კაცო. 1-2 პირი მინდა, რომელიც ცოტა წყალს მომაწოდებს ხოლმე საუბარში რომ გავერთოვი და პირი რომ გამიშლება ხოლმე, თორე მაგათთან საუბარს მე არ მოვიწყებ. მე მგონი გადაცემას დავიწყებ, ესე გადაცემას, რომ აი ესე ყოველ კვირა ესე ეგენი ხონ წირავენ. მე მივალ და დავადგები თავზე სასაუბროდ. აბა ერთი არ საუბრიათ, ნახავთ რა უყრიათ თავში მაგათ. კაი, დაგემშვიდობეთ ახლა მე პირადად ძალიან დიდი ძალის ხმევა დამიჟდა დღეს იმისათვის, რომ მესაუბრა ისეთი პირთან, რომელიც არის თან კომპეტენტური და თან გარიყული ეკლესიიდან.
რატომ? იმიტომ რომ ქართულად წირავს. აი, ასე. ცუდია ხო მეგობრებო, ძალიან წუხარვით. კარგად იყავით მეგობრებო. კითხვები ხომ არ გაქვთ? არ გაქვთ. ღმერთმა დამიცვა და არ დამაჯარიმა დღეს, თორე აგერ ჯარიმას ვიმსახურებდი და არ დამაჯარიმეს. მადლობა უფალს. კარგად, გაკოცეთ.